Shouting hallelujah from the day to the night. Everything is gonna be alright. Shouting hallelujah from the day to the night. აზერბაიჯანული ყველაზე გლამურული ჟურნალი ნარგიზი თბილისშია. Nargiz Magazine, welcome to Georgia. ისტორიული ქვეყნის კულტურამ ისტორიულად წლების წინ ერთმანეთი მჭიდროდ დააკავშირა. ყოველივე მსოფლიოს ჯადოსნური სიყვარულის ისტორია რომანის სახით აჩუქა. ალი და ნინო. სიყვარული, რომელიც პირველი მსოფლიო ომის და რევოლუციის პარალელურად ვითარდებოდა აზერბაიჯანელ არისტოკრატული შთამომავლის ალი შირვანშირსა და ქართველ თავადის ასულ ნინო ყიფიანს შორის. ისტორიულ-კულტურული მჭიდრო მეგობრობა ორ ქვეყანას შორის დღემდე გრძელდება, რომ არა ხელოვნება, მოდის სამყარო ვერ იარსებებდა. მოდა ხომ ხელოვნების და კულტურის ნაწილია. სულ რამდენიმე დღის წინ თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე მუზეუმ ქარვასლაში ალი და ნინოს ისტორია პოდიუმზე გაცოცხლდა. აზერბაიჯანელები და ქართველები ერთ სივრცეში აზერბაიჯანული მოდის ჟურნალ ნარგისის პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ. ნარგისი ეს არის ჟურნალი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს მოდას, ხელოვნებას, კულტურას. ჟურნალი, რომლის თითოეული გვერდი ისტორიის საფუძველზე იქმნება, მოგვითხრობს საინტერესო პერსონებზე, მსოფლიოს ახალ სახეებსა და რა თქმა უნდა მოდაზე, რომელიც ხელოვნების განუყოფელი ნაწილია. თბილისში ერთ-ერთი გლამურული ქალბატონი ნინო კუზანოვი როგორ ხვდება? გაამართლებს თუ არა თბილისში აზერბაიჯანში ერთ-ერთი პოპულარული მოდის ჟურნალი? რატომაც არა, უნდა გაამართლოს. ძალიან ხშირი კონტაქტები მაქვს აზერბაიჯანთან, საქმიანი, მეგობრული და უნდა დამერწმუნოთ, რომ უკვე გაგვისწრეს. მე თვითონ მაგათი ბეჭდვის ხარისხი რომ ინახია და ის მაღაზიები, აი ყველაფერი ჩვენზე ბევრად უფრო მეტი არჩევანი აქვს მერწმუნეთ და ფინანსებზე აღარ ვლაპარაკობ. რა სიტყვით გაამართლებს თუ არა საქართველოში ნარგიზის ჟურნალი? დავიწყოთ დიანას გარეთ. მე ვფიქრობ, რომ გაამართლებს, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ხალხი ყავს და ბევრი დიზაინერი და ფოტოგრაფი და მეიქაპ არტისტი, ამიტომ კაკრას არის კარგი მასალა ესეთი ჟურნალისტვის. უნდა გაამართლოს, უფრო კარგი უნდა გახდეს აქ საქართველოს ჩემი აზრით. ლანა, რა სიტყვი? რას ვიტყვი, ვიცი რომ კაი ჟურნალია და წესით გაამართლებს, რა თქმა უნდა, ამაში ეჭვიც არ მეპარება. და შოთიკო, ფოტოგრაფად ისურვებდი რომ იმუშაო. ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა როგორც იქნა ეს წინ გადადგმული ნამი. რატომაც არა, საერთოდ არ ვართ განებიურებულები პრიალა ჟურნალებით, არ გვაქვს ბევრი ჟურნალი. ბაქოს მოდური ბაზარი უკვე რამდენიმე სეზონია ქართველმა დიზაინერებმა დაიპყრეს. ატელიე კიკალა, თეიო, ავთანდილი, თამუნა ინგოროყვა. ეს იმ დიზაინერთა მცირე ჩამონათვალია, რომლის სამოსითაც ცნობილი გამოცემების რედაქტორებსა თუ უბრალოდ მოდის მოყვარულებს ხვდებით მოდის წამყვან გამოცემებში. სხვათა შორის თბილის ატელიე კიკალას ლუქით ეწვია ნარგისის ერთ-ერთი რუბრიკის რედაქტორი ნიგიერ გახრამანოვა. როგორი მოდის წარმომადგენლებია საქართველოში? ბიურო 24 საათი 7 დღის განმავლობაში მუშაობს და ნარგისის რედაქტორები. თქვენ უკვე იცნობთ ქართული მოდის ბაზარს, როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა მომავალი ნარგის საქართველოში? Конечно, безусловно, есть. რა თქმა უნდა აქვს. ჩვენი ჟურნალი არა მხოლოდ მოდის უკანასკნელ ტენდენციებს, არამედ ხელოვნებასაც შეეხება. ასევე ჩვენი ჟურნალი მიმოიხილავს შოუ-ბიზნესს და თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს. ვფიქრობ, ეს ის არის, რაც საქართველოს სჭირდება, ის რაც აკლია ქართული მოდის ბიზნესს. Модном рынке. არ შემიძლია არ გკითხო დღეს რომელი დიზაინერის სამოსით ეწვია პრეზენტაციას. რა თქმა უნდა, არჩევანი ქართულ დიზაინერზე შევაჩერე. ჩემს უსაყვარლეს ატელიე კიკალაზე. Ატელიე კიკალა, Yubka by Morris Love. ქალბატონო იულიანა, აქვს თუ არა მომავალი ნარგის საქართველოში? სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, რა თქმა უნდა, აქვს ჩემი აზრით. ქართველებს ძალიან უყვართ მოდა და კულტურა. თქვენ გყავთ ძალიან ნიჭიერი მხატვრები, ასევე ძალიან ნიჭიერი დიზაინერები. საერთოდ ძალიან ნიჭიერები ბრძანდებით. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენს ჟურნალს თქვენ ქვეყანაში დიდი წარმატება ელის. მე ძალიან მომწონს ავთანდილი. თქვენ ქვეყანაში წინა ვიზიტის დროს მე მას მოდის სახლში ვეწვიე. ძალიან ბევრი რამე შევიძინე. ამის მიუხედავად არ მინდა ვინმე ეწყინოს ან რომელიმე გამოირჩეს. მე თითქმის ყველა თქვენს დიზაინერს ვიცნობ და მომწონს მათი შემოქმედება. ქართველებს საოცარი სტილის შეგრძნება გაქვთ.
და ექსკლუზიურად Fashion Time-ისთვის ნარგიზის მთავარმა რედაქტორმა, რომელი მოდის სახლის 60-ში არჩია არჩევანი. დღეს მე აზერბაიჯანული ბრენდის Atelier Jeanne-ის 60-ი მოვირგე. Jean Sous ნიშნავს დღევანდელ დღეს თქვენ ციხილავთ Atelier Jeanne-ის კოლექციას. გამართლებს თუ არა ზოგადად ეს ჟურნალი საქართველოში, იმიტომ რომ არის ხოლმე პერიოდი, რომ მე მგონი ჩვენი ქართული ჟურნალები, რომლებიც მოდაზე გამოდის, მასაზე არ არის ორიენტირებული და მით უმეტეს ის ჟურნალი, რომელიც საქართველოს არ იცის, ყველაფერი ხო მასაზე უნდა გაიყიდოს მაინც დაბა დათუნა რა სიტყვი. მე მგონი ნარგიზმა თუ არ გაამართლა ვოგზე არც უნდა ვიოცნებოთ და აბა მე მგონი წარმატება მაინც უნდა. ჟურნალს რაც შეეხება მსმენია ამ ჟურნალზე, თუმცა არ მინახავს არასდროს არ დამითვალიერებია. დღეს მოვედი მაგიტო რომ მაინტერესებს თუ რას საკეთებენ და ჟურნალს როცა ვნახავ, მის მერე უფრო შემიძლია ზუსტად თქვა თუ რა მომავალი აქვს. წინასწარ ძნელია ეს გამოტანა, ვთქვათ, კომენტარის. ნახავთ რა იქნება და იმის მიხედვით და მინდა წარმატება უსურვო ამ ჟურნალს, რომ გაამართლოს, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, ნარგიზის ჟურნალი ძალიან გაამართლებს საქართველოში, რადგან საქართველოს ბაზარზე მოდის ინდუსტრიას რაც შეეხება, გვაკლია ესეთი მოდური ჟურნალები და სამომავლოდ შესაძლებელია კიდევაც რომ ქართულ ენაზე იქნეს ეს ყველაფერი გაკეთებული. Yes. მოკლედ ველით ქართულენოვან მოდის ჟურნალ. სანამ ქართულ პრეზენტაციას დავესწრებით, ჯობს საქართველოში ჟურნალის შემოსვლით და დღევანდელი დღით დავტკბეთ. Atelier Jeanne-ის და Simon Machabelis ჩვენება ერთ პოდიუმზე. რა თქმა უნდა, უმშვენიერესი Geo Models-ის მოდელების მონაწილეობით. Atelier Jeanne-მა მოდური ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი კოლექცია წარმოგვიდგინა. Simon Machabelმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. წარმოგვიდგინა კოლექცია, რომლის თითოეული დეტალი ხელოვნების ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ. Simon-იკოს კი თავისი სფეროს ნამდვილი ვირტუოზი ვუწოდოთ. ეტაპზე ჟურნალს რაიმე ვუწინასწარმეტყველოთ და დასკვნები გავაკეთოთ. ფაქტი ერთია, ქართველები მუდმივად მათ ნაკლებობას განიცდიდით. რუსულად გამოცემულ ცნობილ მოდურ გამოცემებს არ ცნობდით, რადგანაც ქართველებზე სიახლეებს ვერ კითხულობდით. თუმცა ცდებით, ვისაც ეს ასე გონიათ. აზერბაიჯანული ნარგისი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ვოგის ჟურნალს ადარებენ, როგორც იქნა ჩვენს ბაზარზე შემოვიდა. ქართველ მოდის მოყვარულებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოცდა ჩააბარონ. ნარგისით გაეცემა პასუხი ყველა კითხვას. მართლაც ისე გვიყვარს და გვესმის მოდა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ წამოძახილით ვაჟღერებთ ხოლმე. ისევე როგორც სამოს, კოსმეტიკასაც სჭირდება სეზონურად განახლება. ლუტეცია ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების კოსმეტიკური ხაზები იყრიან თავს. სხვათა შორის ლუტეციაში უკვე გაზაფხულის კოლექციაა და რა თქმა უნდა, გაზაფხულის სურნელი ტრიალებს. ასევე, როგორც შევიტყვე, ლუტეცია ქალბატონებს სარვამარტოდ განსაკუთრებული სიურპრიზებით გაანებივრებს. ამ სიურპრიზების შესახებ მეც არ მითხრეს ჯერჯერობით არაფერი და სწორედ ამიტომ მეც თქვენთან ერთად შევიტყვევ ამ ყოველივეს დროა გადავინაცვლოთ. პარფიუმერული ქსელი ლუტეცია ადგილი, სადაც 15 წელზე მეტია თავს იყრის მსოფლიოს წამყვანი 50-ზე მეტი პარფიუმერულ კოსმეტიკური ბრენდები. ქსელი, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია სიახლეების შეთავაზებაზე და მომხმარებლების კომფორტზე. ეს არის ადგილი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც მუდმივად მზად არიან დაეხმარონ მომხმარებლებს, მისცენ სილამაზესთან დაკავშირებული პროფესიონალური რჩევები. ლუტეციაში მოხვედრისთანავე მე უკვე მოჯადოებული ვარ. იმდენი ნაირფეროვანი სურნელი მხვდება აქ. მე რა თქმა უნდა უკვე მაქვს ჩემთვის სასურველზე არჩევანი შეჯერებული უკვე წლებია და გაგიმხელთ კიდეც. ეს არის კოკო შანელის კოკო მადმაზელი. თუმცა ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ თქვენი სასურველი სურნელი აღმოჩენილი და კიდევ კვლავ ძიების პროცესში ხართ, მინდა გავუწყოთ რომ ლუტეცია რამდენიმე ახალ არომატს გვთავაზობს გარდა ახალი არომატებისა, ასევე ახალ ქართული ბაზრისთვის ახალ კოსმეტიკურ, ანუ მეიქაპის ხაზებსაც კი. მოდი გადავინაცვლოთ და დავათვალიეროთ.
ლუტეციაში გაზაფხული სურნელი იფრქვევა. მშვენიერი სეზონის დადგომასთან ერთად პარფიუმერულმა ქსელმა მომხმარებლებს ფასდაკლებების შესთავაზა, რომელიც 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. აი პირველი სიტყვა და შანელი და ჩემი უსაყვარლესი მადმაზელი რო არ მეთქვა კოკო მადმაზელი არ შემეწნო თუმცა აქ არის სამყარო სადაც ხვდებით ლანკომს Saint Laurent's Hermes Tom Ford's Pradas Valentinos Paco Rabanne's Cacharels და კიდევ არაერთ ცნობილ წამყვან კოსმეტიკურ თუ პარფიუმერულ საშუალებებს. როგორც უკვე დაგიანოსეთ, გარდა ამ ჩვენთვის ყველასათვის ცნობილი პარფიუმერიისა, ასევე ლუტეციაში არის რამდენიმე სიახლე, რაც შეეხება როგორც კოსმეტიკურ ხაზს, ესე ვთქვათ, ტუშ-საცხებს, თვალის ჩრდილებს და ასე შემდეგ, ასევე პარფიუმერიას და სხვა შორის აქ არის ერთ-ერთი ახალი, ისე ვთქვათ, მოლეკულას ბრენდი, რომელიც როგორც უკვე შევიტყვე, ის აჯადოვებს და იზიდავს როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლებს. ერთი სული მაქვს, როდის ვიპკურებ. ფასდაკლებებთან ერთად ლუტეცია რამდენიმე სიახლით გვანებივრებს. არომატი, რომელმაც დაიპყრო სტინგის, ელტონ ჯონის, ნაომი კემბელის, კეით მოსის, დიტა ვონთიზის და კიდევ უამრავი ვარსკვლავების გულები, რომლის დახმარებითაც მათ აღმოაჩინეს საკუთარი იდეალური სურნელი. ექსკლუზიურად გვთავაზობს ლუტეცია, მოლეკულა. დიახ, სწორედ მისი სახელი მოლეკულაა. რევოლუცია პარფიუმერიის ისტორიაში, ყველაზე მიმზიდველი და მაცდუნებელი არომატი მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია მიიზიდოს და თავბრუ დაახვიოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს. და როგორც უკვე დავაანონსე, ეს არის ჯადოსნური სტენდი, ასე ვთქვათ, ლუტეციას სამყაროში. ეს არის სიახლე პარფიუმერული ქსელის მოლეკულას ბრენდი და რაში მდგომარეობს პარფიუმერიის ჯადოსნურობა, ამაზე უფრო კონკრეტულად ლუტეციას წარმომადგენელი გაგვესაუბრება. ეს არის მართლა ჯადოსნური სუნამო, გეზა შოენის ახალი სუნამოა, მოლეკულა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო სასურველი, უფრო ლამაზები და უფრო სექსუალურები. არის მოლეკულა ნომერი 1, რომელსაც შედის ცოტა პარფიუმერული დანამატი და ეს არის უკვე მისთვის, ვისაც არ შეერა მოლეკულის ჯადოსნური მოქმედება. რამდენი ადამიანის იპკურებს აღნიშნულ სურნელს, იმდენნაირი სურნელი იტრიალებს გარშემო. სურნელი იტრიალებს გარშემო ნამდვილად კი. ქალბატონების 8 მარტოდ უკვე ემზადებიან და სხვა შორის ლუტეცია ქალბატონებს 8 მარტის ჩათვლით განსაკუთრებული შემოთავაზებებით გაანებივრებს. მე ხოლმე ვიმყოფები რა თქმა უნდა კაბინეტის წინ, კოსმეტიკური კაბინეტის წინ არსებულ მოსაცდელში და გადავინაცვლებ და სხვა შორის უკვე ლუტეციას ერთგული მომხმარებელი ქალბატონი უკვე იმყოფება და იტარებს მისთვის სასურველ პროცედურას. მოგესალმებით, როგორც ვიცი, ლუტეცია 8 მარტის ჩათვლით განსაკუთრებული სიურპრიზებით გაანებივრებს ქალბატონებს და განსაკუთრებით ეს ჯადოსნური ოთახი კოსმეტოლოგიური კაბინეტი. კი ბატონო, ჩვენ 8 მარტოთ 8 მარტის ჩათვლით გვაქვს აქცია 60 ლარი იმ პროცედურაში შედის საჩუქარი, რომელიც საჩუქარი როგორ მიყვარს საჩუქრები? საჩუქარი როგორი და პირის დასაბანებით ტუშები კლარანსის პროდუქცია იქნება საჩუქრად. ვინც გაიცნობს სახეს, შეხვდება კლარანსის პროდუქცია. ამოიღებს გულს, გულზე რაც ეწერება, ის იქნება საჩუქრად. ყველა ქალს აქვს უფლება იყოს ლამაზი. ამ სიტყვების ავტორი ბიზნესლედი ამერიკაში კოსმეტიკური იმპერიის დამაარსებელი ქალბატონი ელიზაბეთ არდენი გახლავთ, რომელიც დღემდე მსოფლიოს გარშემო უამრავი მანდილოსნის შთაგონების წყაროა. ამიერიდან მისი კოსმეტიკის ხაზის შეძენა ლუტეციას პარფიუმერულ ქსელშია შესაძლებელი. ელიზაბეთ არდენი ამიერიდან გვთავაზობს გაზაფხული 2014 წლის კოლექცია. ელიზაბეთ არდენ ესეთი კოსმეტიკის საგაზაფხულო კოსმეტიკა, არაჩვეულებრივი
გარეგნობით და ბზინვარებით, ჰაილაიტერებით. თუ პროფესიონალი არ ხარ, ალბათ ვერც მიხვდები ჰაილაიტერი, ანუ რას ნიშნავს და უფრო კონკრეტულად დაუკონკრეტო. ეს არის სახის ბზინვარება, რომელიც თქვენს გამომატყოლებას და სახის იერს უფრო ახალგაზრდულს, უფრო სასურველს და უფრო ლამას გახდის. გარუჯულის ეფექტს ასტოვებს, ოდნავ გასხივოსნებული იერიც აქვს და ყოველთვის აი გადაღლილი იერიც რომ გქონდეს და ამას წაისვამთ, უკვე თქვენ ხართ დასვენებული, ლამაზი და განსხვავებული. სულ ცოტა ხნის წინ დეივიდ კომა ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ფრანგული მოდის სახლის ტიერი მიუგლერის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. სანამ მოდის სახლისთვის მის მიერ შექმნილ პირველ 2015 წლის კრუიზის კოლექციას ვიხილავთ ნიუ-იორკში. 2014 წლის ივნისში მანამდე მოდის სახლის მიერ წარმოდგენილი კიდევ ერთი ახალი არომატით დავტყმეთ, რომელიც მითიური ქალღმერთის ამბის გაგრძელებაა. ალიე ექსტრაორდინერ, სწორედ ასე ეწოდება ყველაზე ავანგარდული და ექსტრავაგანტული დიზაინერის მიერ შემოთავაზებულ არომატს. სულ ცოტა ხნის წინ მის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა ქართველი ლონდონში მოღვაწე ძალიან ცნობილი დიზაინერი დეივიდ კომა და რომელი მოდის სახლია თუ არა ეს ტიერი მიუგლერ და რომელსაც ასევე აღნიშნულ სტენდზე ჩვენ ხვდებით უკვე ახალ არომატებს. ახალი სუნამო ტერი მიულერის, რომელიც გამოირჩევა განსხვავებული არომატით, საგაზაფხულო, აბა ნახეთ. ეს არის ქალბატონებისთვის, რომლებსაც უნდათ, რომ გაზაფხულზე გამოიყურებოდნენ როგორც დედოფალი, იმიტომ რომ ეს არის შლეიფი, რომელიც მუდამ თან დაყვებათ. შეგვიძლია ახალი ბრენდი შემოგთავაზოთ ქართული ბაზრისთვის, ეს არის ლოევე, სამეფო ბრენდი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან არსებობს. ეს არის ალფონსო მე-13-ის კარის დიზაინერი გახდა, რომელმაც ტყავის წარმოებით დაიწყო და გააგრძელა მერე სუნამოები. ძვირფასი ტელემაყურებლობა, სხვათა შორის მე არ შემიძლია ამ სიტყვებს არ დავეთანხმო. და ტომ ფორდი, რომელთანაც არ შემეძლო რომ არ შევჩერებულიყავი. და უფრო კონკრეტულად, მე მგონი ჯობია პროფესიონალს გავესაუბროთ. ჩვენი განსხვავებული სუნამოები, ესეც ნიშა სუნამოების კატეგორიას მიეკუთვნება. ტომ ფორდს აქვს ახალი კოლექცია, პრაიუ კოლექშენი, რომელიც ყველა სუნამოში ერთ ინგრედიენტს მიყავს ძირითადი ნოტი. დანარჩენები დამხმარე საშუალებებია. თვითონ ნახეთ როგორი ფორმა აქვს, ჭადრაკის ფიგურებს მოგვაგონებს. ანუ ტომ ფორდი დახვეწილობა, ელეგანტურობა, მინიმალიზმი, ეს ყველაფერი აი ერთ ბოთლშია, სუნამოს ბოთლშია გამოხატული. მისი ხასიათი განსხვავებული აბსოლუტურად ყველა დიზაინერებისგან, სურნელითაც და ნუ მოდის სამყაროში კიდევ მაინც როგორ ქალბატონზეა გათვლილი ტომ ფორდი. იცით რა, ესე ვერ გამოვყოფდი, ვერ იტყვით რომ ქალბატონებისთვის რაღაცა ასაკი ან რაღაცა ყველას ერთნაირად მოსწონს, ქალსაც და მამაკაცას. სარვემარტოდ გვექნება განსაკუთრებული შემოთავაზებები ყველა ჩვენი მომხმარებლისთვის, ვინც შემობრძანდება ჩვენს ქსელში, გულნათკენი არავინ არ წავა, გახარებული, გაბწყინებული, დასაჩუქრებული, ასე რომ მობრძანდით ჩვენთან სარვემარტოდ, გაიხალისეთ ცხოვრება თქვენთვისაც, თქვენი ლამაზი ქალბატონებისთვისაც. პარფიუმერული ქსელი ლუტეცია და გადაცემა, რა თქმა უნდა, ჩემი გადაცემა Fashion Time ქალბატონებს ერთად ვულოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. იყავით მუდამ ბედნიერები, მუდამ ლამაზები და მშვენიერები. სოფლიოს წამყვანი კოსმეტიკურ პარფიუმერული საშუალებები ერთ სივრცეში. დროა ეწვიოთ და განაახლოთ თქვენი სურნელი. ან შექმნათ ერთადერთი და გამორჩეული არომატი მოლეკულას დახმარებით. დროა განაახლოთ კოსმეტიკური უჯრა ახალი საგაზაფხულო კოლექციებით. განსაკუთრებით ახლა, როდესაც პარფიუმერულ ქსელში განსაკუთრებული შემოთავაზებები და დიდი ფასდაკლებებია 8 მარტის ჩათვლით. ლუტეცია ეს ის პარფიუმერული სამყაროა, რომლის დახმარებითაც საქართველოში როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს შეუძლიათ იყვნენ ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეულები. Got a fast car. I wanna take it to anywhere. Maybe we can make it to you. Maybe together we can get somewhere or any places.